სამშვიდობისა, როგორ ხართ? როგორ ხართ? როგორ გიკითხოთ? რა ხდება თქვენსკენ კარგი და ახალი? რა ხდება? არაფერი. ძველებურად ყველაფერი. რატომ აქ ყური დაქვაბული ვერ გავიგე? ჰა? ვერ გავიგე რატომ აქ ყური დაქვაბული თუ? გუშინ ქონდა? ჰა? გუშინ წინ? მე რა ვიხარ გაიგე? ახამდე არ გითქვია და დღესაც თქვი მინდა. ისაგა გიშხივა თუ რანაირად? ძალიან არ მქონდა დღეს უფრო. თანდათან ეტყობა შუის. შუის ის კიდე რაღაც ჩასაწვეთებელი. გამოსად რიცხვი არ აიღუნია. შეიძლება. მე ვიცი. დეგრანეით უნდა მოიწო. ჰა? რანეით უნდა მოიწო. არის სპეციალური ექიმთან უწოდებენ და მოგიიწო. ეთყობა მოსარეცხია რომ ადრეს მქონდა ახლა ის აქვს. რო ჩაიწვეთო ის თავისთავად ამოგერეცხება ისა დედი. ჩასაწვეთებელი. თან ტკივა? არ ტკივა, კი არ ტკივა. დაქვაბული მაქვს და შხივის არ მესმის ამ ყურში. ნორმალურად. აბა რა ვიცი რა. ეს ახლოს უნდა მივიტანო ყურთან რომ რაღაცა გავიგონო. ახლა მე ჩემი ხმა გესმის? არ მესმის ამ ყურში ნორმალურად. აბა იმას ქენი გესმის? ჰა? ძალიან გესმის. წესიერთ არ მესმის. დაქვაბულად გესმის ხო? ბუნდოვნად. ხო. შეიძლება დინამიკმაც აქნა გიორგი. რომ ახლა იმას ქნა მე დროთა განმავლობაში გაივლის. არ მგონია. აბა იქით მქონდა ახლა აქეთ ამაქოდა. იქით როდის აქონდა მე რა ვიცი არ იძახოდით. მქონდა როგორ არ მქონდა. თუ არ იძახოდი მე რანაირად აქონდა რა ვიცი. არაფერს ამბობდი და მე რა გავიგო შენ ყურში რა გჭირს. იმას ქნი რა ქვია ისვამ იწმინდავნე და რა ხდება. აი რამე ხო არ გამოგდის ჩირქივით ყურში. ჰა? არა. ან წყალი გაქვს ჩასული. შეიძლება გასაწმენდიც არის ხალხო. ჩემო ყურები. შიგნით. არა ყურებს ვიწმინდა. შეიძლება რაღაცა მოხდა, მე გამოუწმინდა მაყურს. ნინილა. უფრო მექვამება იმას რომ იმას სამშვიდობი აქვს. შიგნი მაგრა იჭოფ ეტყობა და მიიტოვ. რა ქვია? რო ვიწმინდა. მაგრა რა ამბავია, ბოლომდე კი არ უნდა შეიყარო კაცო. რაღაცა დაიზიანე მაყურში. შენ ვეღარ ახარ ახლა. მე არ გამიგია ესე ბოლომდე ტყვა მოირტყი რამე და ტკივა და დაგექვა. არ ტკივა. ტკივით არ ტკივა საერთოდ. არ ვიცი რა ვიცი მე. ის კითხვა იყო ისა რა ქვია გუდინაშვილი თუ ვიღაცა რო არის. ხო, კეთია გუდინაშვილის თემაზეო რა. რას ფიქრობთ? რა ვიცი, რას ფიქრობთ? მე არ ვიცი ეგ ვინ არის. თუ ვიცი და აღარ მღერის ხოლმე რაღაცეის ყროყინებს, კი არ მღერის ყროყინებს არის იქა. აი მაგის სიმღერას რო დაიწყებს მაძინებს. ესე არ გამღერის და იმიტომ რომ არ მღერის კარგად, ბღავის კი არ მღერის. ხალხიც დაიღალა უკვე. ეუბნებიან ამეს? ეუბნებიან, მაგრამ ლანძღავენ, დასწინიან. დასაცინად გაიხადა ამ ხელა ქალმა თავი. მე რა ქნა გაუშვენი ტომოგი. ვერ არის ამატორზე მე მგონი. რა ვიცი. დალაგებული ვერ არის ხალხო. ხო, ეგ ხალი, ხო. ხო, დალაგებული ვერ არის. ისაო რა ქვია, იცი რა სიზახის ტრამპისგან მაქვს მოწვევებიო. პუტინმა მიმიწვიაო და ცოლად გამომყევიო მითხრაო და მე არ მინდა პუტინიო ტრამპი მელოდებო ტრამპის სასახლეებს მიშენებსო აუ ღმერთო მაიმე ეთყობა მაიმე ღმერთო რა მაგრამ მე დედამის ანერვიულებს დედას მაგის დედას ანერვიულებს თურმე წნევიანი ქალი ყოფილა და საავადმყოფოში იყო იმ დღეს რაზე ანერვიულებს რომ ღერის და რომ ხალხი რომ დასცინის ანერვიულებს რუსები მირეკავენო ვითომო
ისინიო ინგლისელებიო ამერიკიდან მირეკავენ მიწვევები მაქვს კონცერტები მაქვს უნდა ჩავატარავ და რა ვიცი მე მაგის კონცერტები ვერ ნახე მე ხალხო ის არის გასათხოვარია თუ არ გათხოვარი ვიცი რა ვიცი შვილი ყავს პატარა შვილი ყავს მგონი შვილი ყავს მგონი შვილიც ყავს ხო ეთყობა მართლა მე მგონი მაგასთან შვილიც არ არის გარეკილია ეთყობა აუ ვერ არის თავი ეთყობა ხო რა საწყაფლი ვერ აქვს რიგზე და რა უნდა რას ვთქვა ვიზავთ? სოდუა რა უნდა გავაკეთო? რა უნდა ვთქვა? არ მომწონს მაგის საქციელი, მაგრამ რა გავაკეთო ახლა მე? რა ვიცი მე უბრალოდ იმას აშვები რა ქვია, ვიღებ რაღაცა ვიდეოს და რომ გავერთო ცოტა ხანი და ჩემი არ მოხსოთ და მაგას როგორ უყურებენ გამაგებინა. მაგრამ დასცინიან ხალხი. რაღაცებს უწერენ საზღვრებს. აი მე სოდუა რა Facebook-იც დაუბლოკეს. ვიღაცამ დაურეპორტა. სოდუა ის რო არის, აი ისა, რა ქვია, შოთა სიხარულიძე რო, ხო იცი? ემის დარბაიძეს და რამდენიმეს უფროსი, მენეჯერი, მთავარი. ხო მე ხო, ეგ იმას აქნა რა ქვია. მაგან დაუბლოკა. დაცხეს. სოდუა თან მიკროფონი იმ ხელაზეა გაწეული რომ ნორმალურად ხმაც არ იცის. მიკროფონში ყვირის კი არის და იმას აშვება. ნუ თუ გამაგებინა მეზობლები არაფერს ეუბნებიან. იციან ეთყობა მეზობლებმა რომ ცოტა ვერ არის აუ არ დალაგებული არ ამგონია რომ ეგ ქალი იყოს მე მაგალითად. სოდუა ან დალაგებული თუა ამ ხელაქალმა რას გაიხადა დასაცინად თავი. კიდე ერთი ქალი არის იმას მაკაროა კიდე ნიფხით რომ იმას აშვება რა ქვია. ქუჩაში როცა ყავს. ქალი ქალი ხო. მოხუცი ქალი ხო. ვარ. არა მე მაგაზე კი არ ვიცახი ეგ ხო ეგეც ვიცი მაგრამ ერთი ქალი არის კიდე კიბეზე 100-ად ცვია მოკლე კაბაცია. მოკლე კაბებიაცვია არის დავიწყე რაღაცნაირი ისაცვია ო გიორგი ვიცი ოკლევიაცია. და ხან სად იღებს ხან მეტროში იღებს და ხან სად იღებს იმის TikTok-ებს და ხან კიბეზე ადის ხან ჩამოდის რა არის ისიც ვერ არ ყოფილა ვერ არის დალაგებული ეთყობა. ისა მაკაროა ნიფხით რო დადის. ხო არა ის ჯობია იცეკოს მაინც. მაგრამ ეს რო ყორყინებს ეგ არის საქმე. არა ცოდუა გიორგი ეგეთი ადამიანი დასაცინი არ არის რას გწა მაგრამ ცოდუა რა ვიცი თუ ნორმალური ისა გაზროვნება აქვს და ნორმალური ჭკუა აქვს დაავადმყოფი არ არის მაგ ხელაქალმა რას დაიცინა დააცინია ამ ხალხს თავი და თუ ის არის კიდე დაავადმყოფია რაღაც დასცინიან მე არ უყურებ ხოლმე ხალხო მაგის ვიდეოს სკროლავ ამეშლება ხოლმე ნერვები კომენტარებში აღარ შევდივარ კიდევ კარგი ვისწავლე დავიმახსოვრე ის კომენტარებში კომენტარებში შევდიოდი ხოლმე რაღაცა რო შემხდებოდა აღარ შევდივარ იმიტომ რომ საზღვრები წერია და ნერვები მეშლება უფრო იქ ქართულ TikTok-ზეა ახლა ის ადამიანი თავის ჭიას ახარებს რა ქნას ფულებს ურიცხავენ მაგასაც შემოსავალი მაქვს და ნეტა რა შემოსავალია არ ვიცი მუშაობს კიდეც სხვათა შორის მაგან ის მოითხოვა რა ქვია ბინა თბილისში მანქანა ის მოსთხოვა ხალხს ეხლა იღა დაიმატა კიდე და ლაივში იმას აშვება მღერის ისაო რა ქვია ხალხი აღადავებს სხვათა შორის მაგას მიმღერეო რაღაც სიმღერებს უკვეთავენ ურეკავენ ხოლმე ტელეფონზეც ხო და ეგ რო აღადავებენ იმას მაგას გონია რომ ისამაკო რა ქვია ვარსკვლავი გავხდიო ის არის ეთყობა ტრამპის სახელით ურეკავენ ვიღაცა ვიღაცა ურეკავს ეთყობა ვაი მე დედა რა გავქნა
ცოდუა. პუტინმა და ამერიკა უცნობია ისაო რა ქვია, ცოლად გამომყევიო, არ მინდა პუტინს უარი უთხარიო და ისაო რა ქვია. ტრამპი მეპატიჟებაო და ერთმა დაუწერა თუ მელანიამ გაგიგო, კარგად დაგპატიჟებს იქაო. ცოდუა რა. აი დედა ღმერთ. არ ვიცი რა. სასაცილო არ არის. ხახის ყველაფერზე რო ღლიცი. რა ვიცი მე. ისაც უდაობაა გიორგი ნამდვილად რა. წყობა მართლა ვერ არის რაღაცა. არ ვიცი. მიზეზი აქვს. ან ისა გავდმყოფია ტვინით, ან კიდე საერთოდ იმას აშვება რა ქვია. საერთოდ ყველაფერი კიდეა ბოდიში თქვენთან. ყველა სხვისი ლაპარაკი, რა ვიცი მე. არა. იქ რაღაცა ხდება. მე რა ვიცი ხალხო ესე თავის გამაიმული. ესე გასულელება მე სად გამიგია ხალხო? არ ვიცი. თან რამდენი ტელეფონი აქვს იცი? მარა. 3 თუ 4-ია, ხო? საიდან? სხვადასხვა ტელეფონებზე სხვადასხვა ზარები შემოდის. რუსებიც კი ურეკავენ. რუსული ამან არის ის წესიერად. დედამისი მას აშვება ხოლმე რა ქვია, უთარგმნის ხოლმე რა უნდა უთხრას. აი მე ის ხალით ნერვიულობს. ზუბედური ის მოხუცი ნერვიულობს. ეტყობა მართლა ვერ არის იქავე. ის ხალით ნერვიულობს. რაღაცა უთხრა ეს ვიდეოში მოხუცმა ხალმა. რას გაიხადე ამ ხალხის დასაცინად თავიო. ისაც უდაობა რა. ხალხი აღადავებს. აი როგორ შეიძლება? ნახა ვიღაცა ამ ხალხმაც რა ქვია, ვიღაცა და აღადავებენ. კეთი ყველასეს ვერ უქნეს, ვერ აღადავეს. კარგად გენერალად აგინებს ხოლმე. ხისები კი არიან. ისე ყველაზე ახლა თუდად არ იქცევა ხა. იმას შვილები ყავს და ელემენტარული ვერ გადის და ვერ გადის და ვერ მუშაობს, ბავშვები პატარები არიან. ხო, ხო და. ახლა თუდად არ იქცევა გოგო ხა რა ვიცი მე. შვილებს იმაშვება პატრონობს და ნამდვილად შვილები არ დატოვა. ხო, ძალიან პატრონობს შვილებს და რა ვიცი. და ახლა უწმატურს ლაპარაკობს თუ ახლა. კარგად ღირსია, ზოგი ღირსია სიმართლე კი, გითხრა. მაგალითად სიტყვაზე ავიღოთ ხალხო. ქველაძე არის ახალგაზრდა. ღირსია. წამს და შეიძლება ახალგაზრდაა და რაღაცა იცინი აქ უქრის ახალგაზრდული რაღაცები. ჩემზე პატარა ყოფილა. ხო და ელემენტარული აი მხელას ხალხი რო აცანცარდებიან და TikTok-ში შემოვლენ, ახლა შეიძლება მიც მითხრა რაზე ხარაკაო, რას გაიგე. რასაც ანცარდიო, მაგრამ არ შეიძლება. მე ახლა სიცანცარეს და ნამდვილად მოხუცები მოდიან და იგინებიან. მე სიცანცარეს რას ეხლა ის კეთი ეგიდუნაშვილი უთუ ვიღაცა. პატარა ხო აღარ არის, ხო არ არის არა. პატარა ბავშვი ხო არ არის. ემხელა ქალია. ხო, გიორგი, მაგრამ ალბათ იმას გაიხადეს ხალხის დასაცინად თავი. მე მაკიაჟს წაისვას ხოლმე აქამდე. ლამის წარბემამდე ავიდეს. ეტყობა მართლა ვერ არის. რა ალბათ ვერ არის ხო თორე. ალბათ მართლა ვერ არის ხალხო. ალბათ კი რა მართლა ვიცი. ვერ არის. რა ვიცი ის დედამისი ნერვიულობს სუბედურ ქალი. რეიფს ლაპარაკობ ტელეფონზე რომ ლაპარაკობ ხოლმე თან ვიდეოს იღებ. რეიფს ლაპარაკობ, რეიფს ეუნები. შენ თვითონაც არიცი და რეიფს ეუნები ხალხსო. და მე რო ინერვიულობს. სხვა საბრალი, სხვა ეჭხუბება, რაზე ამინერვიულეთ დედა. სასწაული. შაროსაიდან მოდიხარო ეგ არის ნათქვამი ზუსტად. ახლა შენ ხო არ უწერ გიორგი მაგ ცუდეს ხო არ უწერ გიორგი? მე არ უყურებ მაგას. ცუდოა და მე ვქროლა. სადამ აქ მაგი ნერვი? რა ვიცი მე ის მაგა აღარ შემყვედრია რამდენი ხანი.
ის მე მგონი ცუდად იყო ეგ. ოპერაცია გაუკეთეს რაღაც. ხო და აღარ შემხვედრია რამდენი ხანი. თავისთვის ერთობა ეგეც რა, ერთობოდა. მგონი ეგეც გააქციეს ხალხმა. ისე მაგრამ მაგან და შოთამ ხო დასხეს. ხო და კორონამ სულ გააშტერა ეხლა. გამოაშტერა ამ კორონა, კოვიდმა ეს ხალხი სხვათა შორის. კოვიდის მერე დაიწყო ტიკტოკები და უბედურებები. კოვიდზე იმას აქნა რა ქვია, ხალხი რო იყო ჩაკეტილი, აქამდეც იყო, მაგრამ ისეთი ის არ იყო რა ქვია, პოპულარული საქართველოში. ხო და კოვიდზე საქართველოში უფრო იმას აქნა. ჩაკეტილობა რო ქონდა, აღარ იცოდა ხალხს რა გაიკეთებია. ხო, ვერ გადიოდნენ ვერაფერი და ვერ მუშაობდნენ. და ხალხმა დაიწყო ტიკტოკების გადაღება. მალანიები რო არიან, მაშინ გამოვიდნენ ეგენი. ხო, ახლა ისინი კარგად ღეროდნენ შეკაც. ღეროდნენ, მაგრამ არც ერთს აქვს მუსიკალური განათლება და არც მეორეს. ხო, მაგრამ მუსიკოსი არც ერთი არ არის და. ხაი. ხალხს არ თოდნენ უბრალოდ თორე. ხო, რა ცუდი იყო მე, მშვენიერი. მაგრამ როგორც რო ელემენტარული უაზროთი ჯიგჯიგო და რაღაცას ბღავლო, მაგრამ ხალხიც რო უყურებს. უყურებს, ხო, უყურებს. აი, ღლიცინის გამო უყურებენ რა, რო იღლიცინო. რა ვიცი. ადამიანი, აი, მე მაგალითად ხალხნო ისეთი რაღაცა, რო შემხვდება ეგით, აი, ეგ ქალიც ხო და რაღაცა, იცი როგორ მოქმედებს ჩემზე? ვაიმე, როგორ მეწოდება, რო იმაშვება იმას რა ქვია, უაზრო ღლიცინს. არ ვიცი, ყველაფერზე უნდა იღლიცინონ ამ ხალხმა და რამდენდე უნდა იღლიცინონ, არ ვიცი. და აი, უბრალოდ არ შეიძლება ესეთი რაღაცა, რომ ვიღაცას ღლიცინი შეიძლება დაანებე თავი. იმას თავისი ის აქვს. გაჭირება. ხო. ისიც ეყოფა. გაჭირვებაც სულ ნორმალური იყოს. რაზე შედიხარ თუ არ გინდა დაანებე თავი, ხო? ხო, მართალია. შეგიძლია დაანებო თავი. იგინაც YouTube-ი ავიღოთ, ხო? თუ არ გაინტერესებს ჩემი ისა, რას ვაკეთებ, ხო აღარ შემოყვალა. რაზე შემოდიხარ, ხო? ხო არ გაძალებ, მოდი. იხალხო თქვენ დამიზეთ. მე გაძალებთ, რომ მოდი და იმას აკენი, რა ქვია? მიყურე? მოვალე ხლავე. უბრალოდ არ უნდა იყოს ეგეთი რაღაცა, რომ ვიღაცას დაუღლიცინო და იღლიცინო იმის უაზრო რაღაცეებზე, მაგრამ ცუდო არის. მაგალითად მე მანერიულებს ეგეთი რაღაცეები, რომ ყველა რაღაცას უაზროს უყურებენ და აღარ იციან ლაპარაკობენ და ხლიცინებენ და იცინიან და კისკისებენ და იმაშვებიან. არის სისულელე, ადამიანობა უნდა შეჩეს. რა ვიცი, შეიძლება რა მომივიდეს მეც, ხო, ელემენტარული სიტყვაზე და შეიძლება სულ გაუგიჟდი და რაღაცები დავიწყო, მაგრამ ხო, სიტყვაზე ავიღო და არ შეიძლება რა, ადამიანს ეგრე აბუჩად აგდება და ხლიცინი გინდა YouTube იყოს და გინდა ელემენტარულად პლატფორმა იყოს, მაგას არ აქვს მნიშვნელობა და კი, ნამდვილად უაზრო რაღაცები არ უნდა აკეთოს, თუ ის არის უნდა გააკეთოს ნორმალურად. დაჯდეს ელემენტარული სიტყვაზე და ისაუბროს ელემენტარული და რაღაცა თქვას ისეთი, რომ ისა, რა ქვია, ან მუსიკებს მაინც აყვეს, ან ვიღაცის სიმღერას. თვითონ რას აბღავა? თვითონ იბღავლის. თვითონ აღარ უნდა იმღეროს, ვიღაცის იმას მაინც აყვეს. მუსიკებს. ეგ უფრო ლოგიკური იქნება და ეგ უფრო კარგი მოსასმენი იქნება, მე თუ მკითხავ.
არ ვიცი. ხო და ვიღაცის უაზრო რაღაცაზე სუპირი არ უნდა დააღო და იცი. რავი. კი არ არის ნამდვილად სასიამოვნო უაზრო რაღაცებს რო აკეთებენ, რაღაცას რო იმაშვება, მაგრამ არ უნდა აყვე ღლიცინში და ბლიცინში. ერთი დაწეს მეორე მიყვება, მესამე დაწეს მეოთხე მიყვება. ხო და რა ვიცი, ჩემი აზრით ეგრე არის და რა ვიცი, სხვისი აზრი როგორ გითხრათ რანაირად თქვა, რა ვიცი. ნამდანი არ მომწონს ეგეთი რაღაცეები მე, მაგრამ არის. და კორონამ სულ გაასუნელა ეს ხალხი მე მოკვდე. მის მერე წამოვიდა ეს უაზრო ღლიცინები და უაზრო რაღაცეები. კი, მესმე ჩვენც პლატფორმაში ვართ და ჩვენც YouTube იმაში ვართ, მაგრამ აი ესეთი უმსგავსო ხანდახან უმსგავსო რაღაცები არ უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ რაღაცა სასაცილოდ აგიგნოს. ახლა ის მშობელი დედა როგორ განიცდის ახლა თავის შვილზე ესეთ ცუდ რაღაცებს რო იწერენ და ხან ექიმთან არისო და ხან საავადმყოფოში წერს და ხარას აკეთებსო და ნამდვილად არ უნდა დაწეროს ისეთი რაღაცა, რომ დედის ყურამდე მაინც მივიდეს, ინერვიულებს ის მშობელი. ჩხილები დასაკეთებელი მაქვს და მე არ გავიკეთე. რა ქენგიო? არაფერი. თვალია მეტრო, რაღაცაზე. ხო და ის არ მომწონს მეთქი ეს უაზრო რაღაცებს, რომ გინდა სოციალიზმის ქსელი არ იყოს რა. ცოტა რაღაცა შეცდომა რომ მოგივიდეს, ხო უცბად აგიყვანენ ღლიცინში და უბედურებაში. მაგრამ აი ამ ხნის ქალი არის, რამდენი წელს იქნება გიერთო? არ ვიცი. ჩემზე დიდი იქნება? ბევრად კი. ხო და აი იმის უაზრო ის დედამისი ცხო ნერვიულობს. ის უაზრო მსგავსი რაღაცეებისგან რო აკეთებს, რო უწერენ. ხო და ეუნება ხოლმე დასაცინად გაიხადე თავიო. ხო, ნამდვილად. თვალია მეტრო. ხო და აი რატო უნდა გაიხადოს ვიღაცა დასაცინად თავი? პატარა ბავშვი ხო არ არის არა?
ხო და ის მოკლიკაბებს რო იცომს ხოლმე და ხან კიბეზე რო ადის და ხან ჩამოდის რა ვიცი ხან მეტროშია ხოლმე ხო რა ვიცი ასაკი ხან მატარებელში შევა რანაირად დაჯდება ხოლმე რაღაცნაირად თელი ხალხი მაგას მიჩერევია ალბათ ხო არა ვიცი მე ვინაირი მაგასაც თითქოს მაგალსა გავს იდუნაშვილი რაღაცნაირი ისა აქვს სახე მაგასაც რებს აკეთებს რა ვიცი მე კიდე ერთი მოხუცი ქალია ვიღაცა დაჯდება ხოლმე ლაივებში და რეებს ლაპარაკობს თვითონაც არიცი აი მე რა ვიცი მე ხალხოს უდასული ისე სიმართლე რომ გითხრა ზოგი კი იმსახურებს უარესებს იმსახურებს ზოგი ზოგი შეიძლება მაგას კი არა გინებას კი არა უარესებს იმსახურებს ხო და კიდე შენი აზრი სოციალურ სივრცეში ვერაფერზე ვერ დაგიფიქსირებია ხო ემაზე იყვი რა ქვია საქართველოში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე იყვი ისახარო რა ქვია ნაციო ემაზე იყვი კოცი ხარო ემაზე რელიგიაზე დააფიქსირებ შენ იმას აზრს და ესე არ არისო თვალი რატო ამეწო? როჭი ვიცი, თომეწო თვალი. შემიმოქცი, რა ვიცი, გიორგი. რა გითხრა. ვერანაირად ვერ დააფიქსირებ ვერც იმას და ვერც იმას, მაგრამ არ შეიძლება. აზრს ვერ დააფიქსირებ არაფერი, ვერაფერზე. ხალხო როგორ მოგეწონათ გასეიზნება? დღეს უკეთესი იქნებოდა სხვათა შორის სიარული. გუში ძალიან ცხელოდა. თან გაწვიმება უნდა და თან არ წვიმს, რა ვიცი რანაირია მინდია. უმსგავსო. ხოლა ისე უმსგავსობად რაღაც თემაზე ჩაწერ ვიდეოს და ის არის რა ქვია შენს აზრს გადმოსცემ ვიდეოთი რაღაც თემაზე ვიღაცა შემოგივარდება საკუთარ თავზე მიიღებს ხო კიდე ის რა ქვია ქრისტი ლაბაძე რო ხო იცით რევს ლაპარაკობს ხოლმე მთელ ხალხს ლანძღავს ყველა გალანძღავს აბსოლუტურად კრისტი ლაბაძე ის იყო რა ქვია ტრანსგენდერია იმას გერმანიაში ცხოვრობს და ყველას ლანძღავს აბსოლუტურად რატო ყველას აბსოლუტურად ყველას გადაუარა სელენა არის კიდე ბელგიაში ცხოვრობს და ისაო რა ქვია იმასთან სახში იყო მისული ეგ იცავდა მეგობრულად მიიღო გალანძღა გადაუარა ესე იგი არ ვიცი რა სულ გაგიჟდა ეს ხალხი ჯაჯანის ძის შოუშიც იყო სხვათა შორის იყო როდესაც ბიჭი იყო მაშინ მე რა ვიცი კიდე ლანძღავს ყველას და TikTok-ში ლანძღავს? ხო იქიდან უნდა მოუჭიდლაყო წიხდი გამოაგდო და კარგად გალანძღავს მე საწავო დაინახავს ზოგი ძალით იმაშვება გიორგი რა ქვია ძალით იწვევს ზოგი სხვათა შორის კი აი კი ზოგი ძალით იწვევს იმეებს რა ქვია ჰეითერებს და მე იძახის რატომ იწერთ ეგეთ რაღაცებსო და აბა დაგიწერენ აბა რას გიზავენ უმსგავსო რაღაც იძახიან რატომ გვიწერთ ეგეთ რაღაცებსო და რატომ გლანძღავთო და
ეგეთ რაღაცას რო დაწერ, გააკეთებ და ჩაწერ. გაგლანძღავს აბარასიას. მსგავს თუ რაღაცას რო ხო. გააკეთებ და ახლა მაგალითად ვიღაცა ქალი რო არის, ხან კიბეზე ადის, ხან ჩამოდის, ხან სუმუკლეებიაცვია მე ეს წყით რამის რო დაუწერენ. წყით და ხო, და ეგრეთ სად არის? ნამდვილად ჩვენ მსგავსოს რას ვაკეთებ და ჩვენ გვიწერენ შენ ჭირი. ეგ ხო, ეგ ყველას მოსაწონი ვერ გახდები, კი ბატონო, ვიცი, მაგრამ ჰეითერი ყველგან არის. არის პრობლემა იმაში, რა ქვია, მარტო პლატფორმაზე, მაგრამ მარტო რო იწყებს ზოგი პლატფორმაზე კი არა, ისედაც არის რა. პლატფორმა რო არ იყოს რა, ისე არ არის ჰეიტერი. ზოგი რო იწევს ძალით. ხო. რა არის შიდა ლოცვილო? ეგ დინას ის კრისტინ. ძალით იმას აშვება, ლანძღავს ყველას და ძალით იწევს იმებს, ჰეითერებს. ხო. რა არის იქ? და სელენას კიდე იმის გასალაძღი რა აქვს. კიდე არავის გასალაძღი არა აქვს. დღეს დილას ვიდეო შევხვდა ტირო და ვისაც გული გაუხსენიო და ვინც მეგობრულად მივიღო, ყველა მიღალატაო. ამიტომ თან არავის არ უნდა გადაყვე ამ ცხოვრებაში. მეგობარი მეგობრის დონეზე უნდა და ჯობს ადრე თუ გვიან მოიშორო ტოქსიკური ადამიანები, მაგას ჯობს და ისწავლო იმების არჩევა, რა ქვია, მეგობრის გარჩევაც, ვინ როგორია და ნათესავის გარჩევაც და ყველას გარჩევა. ეგ ჯობია ყველას. ან საერთოდ არავინ არ ყავდეს, არავინ მიუშვა, გული არავის გაუხსნა, ეგეც უკეთესია. დღეს სანთლით არიან საზებარი ნორმალური ადამიანები. აი ნორმალური როგორი ის არის, რა ქვია, სა. აი უანგაროთ რო გვერდზე და გვერდში დაგიდგება. ნამდვილად ეგრეა. მე არ მეგონა სხვათა შორის საქართველოდან თუ ტრანსგენდერი ესეთ სიყვარულს დაიმსახურებდა. ვინადე? ის სელენაზე ვიძახი. არ მეგონა რომ ესეთ სიყვარულს თუ ვინმე დაიმსახურებდა. ყველა კაცს უწერს. რო არ არის ტყობა იგი. არ არის ცუდი ადამიანი და მაგითო. არავის ცუდად არ მოიხსენიებს, არავის ლანძღავს, არავის თათხავს. და ის 24 საათი ლანძღვება, რაც TikTok-შია. და მე რატო გლანძღავე? ნამდვილად მე მსგავსი მეგობრის ყოლას სულ არ ყავდეს, ეგ ყველას ჯობია და მარტო რო იყო. კი, რო გიღალატებს ადამიანი ხო, გვერდში არ დაგიდგება არანაირად და სახლის კარი რო გაუღე და გული გაუღე და მეგობრულად რო მიიღე. და გეპირფერება რა და ზულს უკან ებს აკეთებს. გითხრის. ძირს. ხო, სამწუხაროდ არიან დღეს ეგეთები. დღეს მარტო კი არა, ადრეც იყვნენ გიორგი, არ იყვნენ, მარტო დღეს ხო არა. ეხლა უფრო გამოჩნდა. ადრე იყვნენ, მაგრამ ეხლა უფრო გამოჩნდა. თუმეტეს ამ სოციალურმა მედიამ ხო საერთოდ გამოაჩინა. მე რა ვიცი. ხალხო ისე ძირში წავალა. მე ეს რო ვიჭერი, რომ რამისა მოვითხარო ხელი. სოციალურ ქსელებმა მართლაც უგადარია ხალხი რა. კი, ჩვენ სოციალურ ქსელში მოხუცები უფრო, მოხუცები დედა. სოციალურ ქსელში ვართ და ელემენტარული რაღაც. ჩვენ YouTube-ში ვიღებთ ვიდეოს და იმას ავშვებით, რა ქვია. დებთ და ის TikTok-ში რო შედან 24 საათი ბებრები და ილანძღვებიან საქმე წოდება მაგაში.
აი იმ დღესაც გითხარით ხალხო ყურუნ გაიგონებო იმნა ის სიტყვებით იძახო და აი ქალი ხო იმნა ის სიტყვებით იძახის ხოლმე ფუ და კიდე დედაშვილი არიან ვაიმე დედაშვილი არიან თუ რეები არიან არ ვიცი თუ რძალდედა მთილია ყოველ წუთას ჩივილზე აქვს საქმე ისე უნება გოგო უნება რომ გიჩივლებო ესე უნება ვერ მიჩივლებო ვერაფერს ვერ გააკეთებო აიმე 24 შვიცე ჩხუბობენ ნერვი აღარ მაქვს თან ვიდეოც რო წერენ ეგ არის საქმე ჩხუბით ხო ჩხუბის ვიდეოებს სპეციალურად აკეთებ ის ბავშვი ყავთ კიდე და ის ბავშვი კიდე ესე შეჭერებია უბედური ეგ ბავშვი პატარა ბავშვია და რას ისწავლის ახლა იმათგან ან სპეციალურად შეიძლება აკეთებენ რომ ხალხი მიიზვიდონ ესე იგი რაღა არ გახადეს ერთმანეთი არ ვიცი რას აღარ უწოდებენ ხოლმე დედაშვილი არიან გონი ქალს ყვითელი თმა აქვს დედას ხო ყვითელი თმა აქვს და ჯოლკა მოკლე თმა აქვს იმას და მგონი ის პატარა ბავშვი იმისია შვილია მაგის ჯოლკი არის რეებს აღარ უწოდებენ ერთმანეთს გადავი არ ვიცი ახლა რომ მინდა დედაჩემო დავიწყოთ სოციალურ ქსელში ჩხუბი აი მე რა დებილობებია რა სულელო არა სპეციალურად ესე მგონია რომ სპეციალურად აკეთებენ რომ ხალხი მიიზიდონ თან ხო იცი ხალხს უყვარს სეირების ყურება აბა შევიდე რა ხდება ახალი ამბავი ხო არ არის მართლა ჩასაფრებულები არიან ზოგი მართლა ჩასაფრებულია კატასავით თუ რამე არ ისეთი იმას აკენი რა ქვია ან სიტყვა შეგეშალა ან რაღაცა გამოგიხდება ეგრევე ახლა ტიკტოკერები შემოგვესივნენ გავწუნდეთ მაგათი ნერვისა და მაგ რა ვიცი ამას დღეს ვიღაცა იყო ჩემი ვიდეოები გავუხდა ის არა ქვია სალაპარაკო TikTok ვიდეოები მე თავი დამანებონ და მაგათრაირები ბევრია წავიდნენ და იმათ უწერონ რამდენი ცუდა მე თავი დამანებონ ბლოკვით უკვე ხელები მეტკინა და აღარც დავბლოკავ ამის მერე აღარც უნდა დავბლოკო ზღვარს თუ გადავიდა და რამე ისეთი თუ დაწერა ხო გამოვაშანშალებ მთელი სოციალურ ქსელებში მაგ იმას რა ქვია მაგის კომენტარს და ნახავს მე მთელი იმას მოვდებ მთელი YouTube სამყაროს შემიძლია გავაკეთო უბრალოდ არ მინდა რომ იმას აქვს რა ქვია ავიმყრალო ენაც ავიმყრალო და არც მინდა რომ თავი მოვჭრა კიდე ვიღაცა სისცხვილი ჭამო შენ თვითონ შეგწუხებ შენ თავს ცემ პირადად პატივს და ეგენი სულ არ მაინტერესებს ვიღაცები არიან და ის არის პირადად და თქვენ სხვათა შორის ხალხო ახლა დღეს კი არავის რამე დაუწერია არა უბრალოდ ვამბობ დღეს არავის არაფერი დაუწერია დაწერს და იყოს წეროს რამდენიც უნდა საერთოდ არ მაინტერესებს რამდენი უნდა ისინი წეროს და ის სულ არ მაინტერესებს მე მაგალითად მე პირადად ვინ რას ფიქრობს ჩემზე საერთოდ არ მაინტერესებს ხო და იმ ვიღაცა მომღერალი რო არის გუდუნაშვილია თუ ხო არც იმას არ არის შეიძლება ეგრეა სულ არ აინტერესებს ვინ რაც უნდა ისიფიქროს ხო საერთოდ არ მაინტერესებს ვინც რა უნდა ისიფიქროს ჩემზე ღამე აღარ დამეცინება ეხლა
ყველას თავისი ისა აქვს ღაზრი და ის გონება ის ზოგი ხანდახან ჩემი საკუთარი თავის აზრი არ მაინტერესებს და ვიღაცა ჰეითერი ვინ არის არა ჰეითერიზე კი არ ეძახი უბრალოდ არ უნდა და ეგრე უნდა და ეგრე აკეთებს ვიღაცა არავის საქმე არავის გააკეთებს ხო ეგეთი დრო მოვიდა რომ ყველა რაღაცა უნდა გააკეთოს და გვიჩვენია რომ გავჩვენდეთ არ გვინდა ყურება ნუ არავინ გაძალებს ხო ნამდვილად არ გვინდა დავანებეთ თავს და ვინც უყურებს კიდე იმათაც ნუ იმას აშვები რა ქვია გადაწუდები კი მართალია ზოგმა აქ შემოვლენ ხოლმე რომ დამიწერენ ზოგმა ისიც რომ გამოწერებსაც გადაწუდება რა უნდა გამოწერებთ მომწერებსაც გადაწუდება ზოგი თუ არ გინდა ნუ მობრძანდები და ნუ მიყურებ კალაშნიკოვით არ გადგავა რომ მიყურებ თქო ცხვირე ხარ არა ჯანდავა ეხლა ვინღაცა არ დაწეროს ცხვირს რატო იფხა ხო და ეგრე არის ჩვენი საქმე ჩვენი აზრი გამოვთქვით რა ვიცი ჩემი აზრი გამოვთქვი პასუხი იყო და ნამდვილად არ კითხვა იყო და პასუხი გაგეცით არ უნდა და ნამდვილად ეგეთი რაღაცა არ არის სასიამოვნო რომ ვიღაცას ესე უმსგავსო თუ დაუწერო არც არ არის სასიამოვნო ვიღაცა რო ცანცარებს ეგრე მაგრამ რა გავაკეთო არ არის ნამდვილად არ არის სასიამოვნო და კარგი საყურებელი მაგრამ ძალით რო ცანცარებს მართლა ეს არის ჩვენი გადასაწყვეტი არ არის ძალით რო ცანცარებს ხო ძალით რო ცანცარებ გიორგი ახლა რა ქენი სისხლი მოიდინე არა აბა არა როსისო მანიკურია ხო ძალით რო ცანცარებს ნამდვილად არ არის მოსაწონი მაგრამ ჩვენ არ გინდა ავსკროლავ და არ გინდა ასკროლე თუ გინდა უყურე თუ არ გინდა ასკროლე არავინ გაძალებს ხო როგორც ჩვენ ვართ რომ არავის არაფერს ვაძალებთ ისე არავის არ აძალებს ხო ეგრე უნდა და ეგრე TikTok-ი, YouTube-ი და ის მომთხოვა ერთ-ერთმა გამოწერმა როგორ YouTube-ი კი არა Facebook-ი, TikTok-ი და Instagram-იო როგორ მოგწევნეო ნუ და იქ დაგიწერე იქ კომენტარში აქ ვერ გეტყვი თორე შემომივარდება კიდე ვიღაცა დამათინები არ მაქვს მართალია თუ დაგჭირდებათ მომწერეთ გეტყვი დაგიწერთ იქ კომენტარებში დაგიწერთ ქვეშ ხო კომენტარებში ქვეშ დავწერთ კომენტარებში ქვეშ დავწერ თორე ვიდეოში ვერ გეტყვით ვერც Facebook-ს და ვერც იმას TikTok-ს და ვერც Instagram-ს ვერც ნომერს ხო საერთოდ არავის ვაძლევ თუ რამე უნდა Facebook-ი და Instagram-ი არსებობს მოვიდეს ნომერს საერთოდ არ ვიყენებ მე მაგალითად იმ შემთხვევაში ახლა ჩარიცხო გინდა ნომრები გიორგი თორე ჩავრიცხეთ დილას რო იმას ავქენი რა ქვია ის ტელეფონი რო ავიღე ის მეო შეთებული იყო იმდენი ნარეკები იყო რომ რა ვიცი მე რა ვიცი ის ვიღაცები დაღლითები რო რეკავენ ეხლა ქართულ ნომრებზე გადმოვიდნენ ხალხო რომ ნახავ მაგ ნომერს ხმა გამორთული მაქვს ხოლმე არც პასუხობ მაგ ნომერს რომ ნახავ ბლოკავ შავსიაში უშვებ ეგრევე თან თვითონ ტელეფონიც აწერს სპამის ის არისო რა ქვია სპამიაო როგორ სპამ ის ცუდი თაღლითო ხმა კათანი კაკანი ფაკუნია ფაკუნი კუცა ფაკუნიო 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 მაგუნიო ხო მართლა ნიჭიერს ვინ უყურეთ გუშინ
ის რა მაგრა გასწია. მატარებლები რო გასწია. მე ისა დანებიან იმაში რო გადახტა. ხო. და რუსებზე რო დაწვა. პირად გოგო გავიდე იმათს კარგად იცი. კარგად იცეკვეს ხო? კი, მაგრამ არ გადაიყვანეს. არ გადაიყვანეს ხო, მაგრამ ეგ ის გულთან ახლოს მისატანი არ არის საერთოდ, არც უნდა ინერვიულო. მეტის ანერვიულო არ მოგწეს ღმერთმა. და აი მაგაზე რო არ ინერვიულო კიდე. მაგით ხო არ თავდება ცხოვრება. ცხოვრება წინ არის. მადარ გაგიმართლებს, სხვაგან გაგიმართლებს. ისი აი ეხლანდელი ისა მეტი გროვდება. რა? ისა. ხელფასი ხო? ეხლა მეტი გროვდება მგონი, რა ვიცი. ნახე? ეხლა დღეს არ მინახავს. არ მინახავს. მეტი გროვდება სხვათა შორის, გადადის. მეტი. 22-მდე დაგროვდება. 22-ში უნდა ჩამოვიდეს იმის მერე, აღდგომის მერე. ხო. აღდგომის მერე ველოდები ხელფასს. აღდგომაზე არა მაქვს პირდაპირ. აღდგომის პრია მოიში არ არის. რა ვიცი, მაინც კარგია რაც ჩამოდის რა. ხელფასი არის. შრომა ფასდება. კი. სხვათა შორის სოციალური ქსელები ძალიან დიდ შრომას მოითხოვს. კი, ბევრს. ძალიან უნდა კონტროლო, უნდა გადაიღო. აი იგივე ხელფასია, იგივე სამსახურია გიორგი. შენ ის რო არ გადაიღო, ხო? არანაირი არაფერი არ გამოუწევდა. აი გინდაც TikTok-ში არ გადაიღო ვიდეო, ხო არავინ გიყურებს, ხო? ხო. არავინ გიყურებს საერთოდ. თუ ვიდეო არ გადაიღე. არა, მე გამომუშავებაზე ვიძახი, მე TikTok-ზე კი არა მაქვს. გამომუშავება აქვს TikTok-ს. აქვს არა. რამდენი ის უნდა ყავდეს გამომწეთოთ. არ ვიცი. შეიძლება გავწეიკო TikTok. ბევრი TikTok-ის გამოწერებს არ იმას აშვები, რა ქვია, არ ვაკონტროლებ საერთოდ. TikTok-ი უბრალოდ გასართობად აქვს. შენ იუთუბერი ის არის რა ქვია. სხვათა შორის YouTube თავიდან YouTube-იც ის მქონდა რა ქვია. გასართობად იმას ვიზავთ ხო ხანდახან ჩავწერ ვიდეოებს თქო და ხანდახან იმასაც გამოწერები კიდევ აგროვე ამ ხანდახანში. ხო, მაგრამ ხანდახან ვეღარ შვება. აი, რო არ ჩაიწეროს ვიდეო, ასე გონია რაღაცა გვაკლია. ხო. რაღაცა სხვათა შორის აი მაგალითად მარტო YouTube-ში კი არა, TikTok-შიც რო ვიდეო არ დავდო. თითქოს რაღაცა არა მაგ, რაღაცა ისა მაქვს, აკლია. ამასობაში იქაც კი გროვდება ისინი რა ქვია, გამომწერები. გლობალზეა ჩემი TikTok-ი გასული. ადრე საქართველოში იმდენად პოპულარული არ იყო TikTok-ი, სანამ თავიდან რო გამოვიდა. ხო, არა. მე დიდი ხანი მაქვს TikTok-ი. თავიდან მუსიკალი რო გამოვიდა. მუსიკალი იყო თავიდან, მუსიკალი ერქვა თუ რაღაცა, მუსიკლიო თუ რაღაცა ერქვა თავიდან, წითელი ლოგო ქონდა. აი მანდედან მაქვს TikTok-ი. მე აი ამ ბოლოს გავიკეთე ხალხნო ის რა ქვია. ობოდ არ ვიყენებდი ხოლმე, ვიდეოებს არ ვიღებდი. უბრალოდ დავრეგისტრირდი და იმას ავკენი რა ქვია. ხო და უბრალოდ აიცი ხალხს ის არის რა ქვია. მე ამ ბოლოს გავიკეთე TikTok-ი. ხო? ხო. არც Facebook 2018 წელს დავიწყე TikTok-ში რამდენიმე ვიდეოების გადაღება. ხანდახან ვიღებდი ოღონდ. 1000-ში ერთხელ. 3 წელიწადში ერთხელ. შეიძლება კვირაში ერთხელ გადამეღო. არც კი მაგ შეიძლება თვეში ერთხელ. თვეში ერთხელაც ხო? ეხლა უფრო გავაკტიურდი.
სხვათა შორის მე იმ ტარო გავაშლევინე ერთ ტარო ლოგს ის არის აქვია სოციალურ ქსელებში იქნები უფრო აქტიურიო აქტიური და პოპულარული და პოპულარულიო და მართალიცაა აქტიური ვარ პოპულარული ხო და ელემენტარული გუშინ კიდე TikTok-ში გავაკეთე ისა რა ქვია სად იმოგზაურებ მომავალშიო და ინდოეთი ამომიგდო პირდაპირ ინდოეთი ამომიგდო როგორ გაიგო რა იცოდა TikTok-მა ხალხნო ტოლეთი გარეთ გავა ო რა იცოდა TikTok-მა 50 წელს 50 უიდედა ლაპარაკში უცბად გადის ხო გზაში რომ ვიდიხარ და სეინო კი არ გადის ესე დრო გათშავ თუ მოვიდი მოდი ურა ასე ხალხნო რაღაც მინდო რა ხალხო თქვენთვის თქვა რაღაც გამახსენდა და დამავიწყდა ისო მიშხევის ეს ყური რა და დაქვაბული მაქვს ძალიან არ მესმის ამ ყურში თვალები გამიშტერდა თვალები გამიშტერდა მიქით გავიხედა და თვალები გამიშტერდა რაღაცა გამახსენდა რაღაცას ვიტყვი ხალხს ხო და დამავიწყდა ისევ რა მოგიწვა მაგნაირი ვიდეოს რომ ორჩები მე მახსენდება ხოლმე და მე რაღა გინდა შევინახავ მეორე ვიდეოში გეტყვით თქო და აღარ მახსოვს დაიწერო სკლეროზი რო დაგეტყო ხო ქათმის უკმამხველოდებითო ბიო ერთმა სხვათა შორის ხალხო რამდენი რაღაცა მქონდა გეგმაში გადასაღებად ჩელენჯი ხო რაღაც წვენების დაგემოვნება მქონდა გეგმა შაშან მაში რო გადავიღებ თქო რაღაცების ისა რა ქვია აი თვალა უხეული ჩელენჯი მაგალითად ეგ მქონდა ისე გავაკეთოთ იცი ეხლა ვიყიდოთ რაღაცეები და თვალახოვული რომელი არის
ჩიფსია თუ რაღაცა, რომელი ჩიფსი არის, რომელი ბრენდი ხო და რომელი გემოთი ხო არა უფრო სწორად რომელი გემოთი იქნება რომელი არომატითა ხო აი ეგ ჯობია ვისი არომატი აქვს რა გემო აქვს ხო და ის არის რა ქვია რა უნდა ის გეკეთებაში გადასაღები მქონდა 5 1 2 3 ჩიფსი იყიდე 3 კიდე სხვა რაღაცა იყიდე ის მქონდა მაგ კიდე ის გვაქვს პიკნიკზე ვარ წასასვლელები მე არ ვიცი ხალხო ბევრი რაღაცა მაგ გადასაღები აი როგორ იქნება ხო მართლა ერთმა დაწერა კიდე თევზეულის მუკმანგს ველოდებიო მაგრამ თევზის მუკმანგს არ დაელოდო ზღვის პროდუქტების იმიტომ რომ ვერ შეჭა არ მიყვარს ზღვის პროდუქტები არ უყვარს გიორგის არ მიყვარს ზღვის პროდუქტები და ვერ შეჭა სხვა რაღაცას გადავიღებ და მაგას ვერ შეგვირდები შეიძლება ქათმის მუკმანგი გადაიღოს ქათმის მუკმანგს გადავიღებ შევჭამ რაღაცნაირად მაგრამ ის თევზეულის ვერა თევზი არ უყვარს ზოგადად თევზი ტყუილა ყიდულობ ჩვენს ვერ გავაკეთებ ხო აი რატომ არ მოგწონს ახლა თევზის გემო თქვათ სიტყვაზე ვაიმე დამბურძგლა როგორც მითაფლია აუ დამბურძგლა ეს თუ რა საზღრობა ეს არის თაფლის გემო რო არ მომწონს ის ჯერ რა საზღრობა ხალხო ისინიო ასე რო არიან დაჭრატილები მკვდარი თევზები ხელი როგორ უნდა ჩაკიდო ფუ სრიალებს რაღაცნაირად სრიალებს არა და სუნი აქვს საზღრობა ფუ უფ დამბურძგლა ვაიმე ხალხო იმ დღეს უყურე იმ ლობსტერის უნდა მოეხარშა და აი ყვანა და ცოცხალი იყო ამოძრავდა ფეხებს მე ცხელ ჩაყო იმაში ჩადო რა ქვია წყალში და როგა იმას აქ ნაადუღა დაადგა ცხელი აადუღა წყალი და თეთრი ის წითელი გახდა ვაიმე ცოცხალი იყო რა საზღრობა ეგეთები იყიდება ნეტა ვაიმე მაგას ხელს ვერ ჩავკიდე ეგეთი თუ არის ვერ შეჭამდა რა თქინო ზოგადად ვერ შევჭამ და ტყუილა ფუძს გადავაგდებ თან თურმე ნახევარი იჭმევა რა ჯანდაბა არის ნახევარი კიდე იმაში მიდის ნაგავში რა არის ხო და ნაგავში ნაგვის გულისთვის უნდა იყიდო ისაო რა ქვია რომელი ერთმა ო მიაკო მოწერა ტყუილა გადავიხადე 27 ევრო ო აბარიტი აბა რისთვის უნდა გადავიხადო ამდენი პული 27 ევრო ავსტრიაში ის და აქ რა იღირება რა ვიცი ხოიცი საქართველოს უფრო მაღალია ყველაფერი და წაღან მოწერა ქალო ბინებიო მილიონიდან იწყება ვაკაო მილიონი ევრო თქვით ის ხო არა ჩემო ლამაზო არა ის არის ადრე იყიდებოდა მაგრამ ის არის ეხლა დედაჩემს უთხარით რომ მოგწერე და ეს არის რა ქვია არაო გაიყიდაო თუ რამე გაყიდულიაო ხო მგონი გაყიდულიაო არ იყიდებაო და ეგ არა აქვს მოხსნილიო რატო არ აქვს ეგ მოხსნილი ვერ გავიგე მე რა ვიცი ის მინდაო რა ქვია კაკლები რო გავაშენოო და მიწის ნაკვეთი ესე გამარჯვებაში არის მიწის ნაკვეთები მიწის ნაკვეთები არის აქ იყიდება ხო მაგრამ ახლა ზოგადად სიტყვაზე ავიღოთ რაღის და რა ფასებია ნამდვილად ვერ გეტყვით ახლა არ ვიცი და ზოგადად გამარჯვებაში იმდენად წყალი არ არის რომ ამით უმეტეს ჩვენ ქუჩაზე არ არის ის ეგ ჩვენ ქუჩაზე იყო ის მიწა არის მიწა მაგრამ არ არის არხის წყალი აი მოსარწყავი წყალი და ძნელი არის აქ რამის გახარება ხო და ზემოთ ქუჩებზე და სხვაგან კი არის მაგრამ ზემოთ მაღლა იმიტომ რომ ის არის აქვე არხია ხო ბაღები რო არის ხო იქ ხო მაგრამ ახლა ზუსტად არ ვიცით ნამდვილად რა ღირს არ ვიცი ნამდვილად
და არაფერი არ ვიცი ისეთი ახლა. ბინ სახლის ყიდვას კიდე აზრი არ აქვს, იმიტომ რომ საქართველოში ძვირია სახლებიო და იქაც თურმე ძვირი ყოფილა მილიონიდან იწყებაო. მე აბა იქ ბოლომდე იქ უნდა კონდეს სახლი? მინდა რომ აქაც რო ჩამოვალ ხოლმე აქ მქონდეს სახლიო, რომ ნათესავით ანავიღო. კი მიიღებენ ნათესავი, მაგრამ ეხლა ის არის რა ქვია. რა თქმა უნდა. კი რა თქმა უნდა მიხვალ იმას იზავ, მაგრამ შენი სახლი რო გაქვს და შენი კარი უკეთესია. შენი საკუთარი რო გაქვს. ხო, რა თქმა უნდა, ერთი ოთახიც რო კონდეს, ის შენი ქვია იმას. რა ვიცი მე იქნებ ადამიანური ფასები კონდეს მე ცოტა ხანში ყველაფერს. მაგრამ რა ვიცი რა იქნება. იმსიმა გასაკეთებელი, გიორგი, წავედით 1 საათზე. ვაი მე 1 საათზე წავედი ახლა დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე აბაჰე მაგრად იყავით, გაიხარეთ, გამრავლდით, გაბედნიერდით და დიდი მადლობა თბილი კომენტარებისთვის და თუ ისიამოვნეთ ჩვენი ვიდეოთი, კიდე ბევრჯერ გასიამოვნებთ და გავართ ახლა ყოველ დღე ხშირად ვერ იმასვენთ, მაგრამ გავართ ცოტა რაღაცა. ყოველ დღე ვერ ცვლით, იმიტომ რომ თან ზაფხული მოდის და რაც როგორც ხელა ხო იცით? ხო და კარგად იყავით, მაგრად იყავით და უღრმესი მადლობა თბილი კომენტარები. სასაფლაოზე როდის გადავიდეთ? რა ვიცი, ხვალე მინდა წასვლა. მაგრამ ხვალე არა. რატო? როდის? კვირას წავიდეთ. ან შაბათს. რა ვიცი. ხვალე რატო არ? რავი, 7-ზე რო გავიდნენ ისინდე. უი ხო. იქვე არის გიორგი. მანდოია? ხო, ჩვენი სასაფლაოთან. ხო და დაგემშვიდობებით ახლა მომავალ ვიდეომდე ხალხო წავედით. აბაჰე და აბაჰო. აბაჰო. ბაი. ბაი ბაი.